თემურ ქათამაძე დასაჯა და გაამგზავრა იქ, სადაც როგორც თავად მიაშნია, მისი უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება. ბათუმელი მედროშე ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თურქეთს გადასცა. ქართული ოცნება თვეებით ცდილობდა ქათამაძის გაძევებას. აქციების მონაწილე თემურ ქათამაძე 5 თვის წინ დააკავეს. ოჯახი იმთავითვე ამბობდა, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო სჯიდნენ. ბათუმელი მედროშე ფართო საზოგადოებამ სწორედ აქციებიდან გაიცნო, პატიმარი რეჟიმმა თურქეთს წუხელ გადასცა. მრავალსაათიანი პატიმრობისა და დაკითხვის შემდეგ თემურ ქათამაძე ქალაქ ორდუს საგამოძიებო უწყებიდან გაათავისუფლეს. თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება. სწორედ ორდუსში იყო გამოცემული მისი დაკავების ორდერი. არც ადვოკატებს და არც ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ. საფრთხე, რომ ის შესაძლოა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდეს, მათთვის კვლავ რეალურია. საქართველოდან თურქეთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძე გვიან ღამით ისე გააძევა, ამის შესახებ არც ადვოკატები და არც ოჯახის წევრები გააფრთხილა. 2016 წლიდან მას შემდეგ რაც გიულენის მოძრაობასთან აფილირებული ადამიანების დევნა დაიწყო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპოლის სასამართლო და მინისტრთა კომიტეტიც პერიოდულად მიუწევს თურქეთის რესპუბლიკას, რომ შეასრულოს მოთხოვნები, მათ შორის დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, თუმცა სამწუხაროდ თურქეთი ამ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ შეიძლება ბატონი თემურის უფლებები თურქეთის რესპუბლიკაში დაირღვეს. საიდან გაიყვანეს? ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ეს ჩვენთვის უცნობია. გამდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია არავის არ ქონდა, როდის მოხდებოდა მისი გაყვანა, გუშინ გვიან ღამით იწურებოდა ნებაყოფლობით გაყვანის ვა და სამწუხაროდ შესაძლებლობა არ მისცეს მას, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა თემურ ქათამაძეს გუშინ ღამის 12 საათზე მოეწურა. ჯერ არ გარკვეულა დაელოდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო სამსახური ამ ვადის გასვლას. ოჯახის წევრები გაძევებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. უფრო მეტიც პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებენ 5 თვის წინ მის დაპატიმრებასაც. რადგან ქათამაძით, რომელიც მოქალაქეობის გარეშე საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ამ სტატუსის მოლოდინში, ქართული ოცნების მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილე გახდა და საზოგადოებამ ბათუმელი მედროშეს სახელით გაიცნო. ძალოვან უწყებაში თავს იმით იმართლებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. სულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მინისტრის მოადგილემ დღეს თემურ ქათამაძის ქართული სახელის და გვარის ხსენება არ ისურვა. მის ქართულ ვინაობას არც ქართული ოცნების წევრები აღიარებენ და ეს საკმარის არგუმენტად მიაჩნიათ, მისი საქმით არ დაინტერესდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავენ თურქეთში ქათამაძის საფრთხეშია. ეს პიროვნება უბრალოდ რაღაცა სახელდაგვარს იბრალებს, რეალურად აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე, ზუსტად სახელი და გვარი არ მახსოვს, ეხლა ამ პიროვნების თურქულ ენაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ კონკრეტულად დეტალური ბრიფინგი ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ამ ადამიანის ექსტრადირება თურქეთში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საფრთხე მემუქრებაო, მაგრამ მაგაზე კომენტარი როგორ გავაკეთო, ხო? შეიძლება თქვის ეს ადამიანი, შეიძლება არ სწორდეს, არ ვიცი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა თქმა უნდა კანონის პარალელებში, კანონის სრული დაცვით იმოქმედა. იყო თუ არა გაფრთხილებული გაძევების შესახებ თურქული მხარე და როდის და რა ვითარებაში დააპატიმრეს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. ამ დეტალებს უწყება არ ამხელს. პოლიტიკური ოპონენტები კი თემურ ქათამაძის დაკავება გაძევების საქმეს პოლიტიკური რეპრესიების მაგალითად განიხილავენ. ფიქრობენ, რომ არა მისი ანტისამთავრობო განწყობები და აქტივობები გადაწყვეტილებების მიღებას არც ქართული სასამართლო იჩქარებდა, რომელმაც ქათამაძეს თავშესაფარი არ მისცა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ის იყო პროტესტის ბათუმის განშტოების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დაუღალავე ადამიანი ამ პროტესტში და ამას აკეთებდა აბსოლუტურად უანგაროდ. ძალიან
რთულია რეჟიმისთვის ებრძოლოს უანგარო ადამიანებს. ასეთი ადამიანები უნდა გააჩუმოს, უნდა დააპატიმროს, უნდა გაანადგუროს. აი სწორედ ამასთან გვაქვს საქმე ახლა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწყობენ ქართველებს და მათ შორის არის ხოლმე კონკრეტული ფაქტები, როგორ მიიტაცეს უძრავი ხონების ბიზნესი, თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლება და როდესაც გვაქვს 10,000-ობით შემთხვევა, როდესაც სრულად გაუგებრად არის გაცემული საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე, ამ დროს ნამდვილად სულით და გულით ქართველი ადამიანი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტთან საბრძოლოდ, თემურ ხათაბაძე იქნა გაძევებული ქვეყნიდან. ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში, იმიტომ რომ ერთხელ რუსეთის იმპერიამ გააძევა თემურ ქათამაძის წინაპრები სრულად უკანონოდ საქართველოს ტერიტორიიდან აიძულა მათ წასულიყვნენ თურქეთში და ახლა ჩვენ ნახეთ იგივეს გამეორება თემურ ქათამაძესთან მიმართებით, რომელიც ასევე აიძულეს რომ წასულიყო და დაეტოვინა თავისი ისტორიული სამშობლო. თემურ ქათამაძეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბრალს ფეტუნა გიულენის ორგანიზაციის წევრობაში დებენ, რაც თურქეთში დასჯადია. ის მისი ოჯახი და ადვოკატები ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ერთადერთი კავშირი ამ ორგანიზაციის წევრებთან ბიზნეს პარტნიორობა იყო, რომელიც საბოლოოდ ვერც შედგა.